მოგზანდები გამოგიგვარ. ჩვენ კარგად ვზარდებით, მაგრამ პრობლემებს ჩვენ ვერ ვაგვარებთ და არავინ არ გვიგვარებს. უპრობლემო ცხოვრება არ არის საერთოდ. პრობლემასაც გააჩნია. თქვენი კოლეგები არ არის ეს ხოდი? არ ვიცი, რაღაც დვანში წავიდნენ მგონი. რას დარბენ ამ დვანში მე ვერ გავიგე. დვანში როცა ვერავინ ჩადიოდა ჩვენ ვიდექით იქიდან. ეხლა უკვე გასაღობი გაიღობა და რაღაც დარბის თავრობები დვანში ვერ გავიგე. მე ეხლა ძირითადად მთელი საქართველოს მიჭერს მხარს პრეზიდენტის პოსტზე. ეხლა ისე არ მოხდეს რომ საქართველოს მხარი დამიჭიროს და კავშირება არ დამიჭიროს და არ მოვუკლიანოთ თავი. ხო. მომბზანდეთ. შენურად გამოიყურებით. ერთი გაზი რატომ არ უნდა კონდეს სოფელში? უნდა კონდეს. თითქმის ქალაქის გარეუბანია. და მეორე წყალი, რომელიც ელემენტარული საარსებო საშუალება და დათო, რა საკეთებს? დათო თქვენები. არ ვიცი. ონოფრიშვილი. დათოს კითხე. დათო არის ბაქო, თბილისი, ჯეიჰანის, ნავთობსადენის, სამეთვალყურო საბჭოს წევრი. ვერთმა მოახმაროს მილიონები შოვა მოგოჯახმა. და გაზი, რომელიც აუცილებელია. გაზი ვერ გაიყვანა თავისუფალი შეხლა. მე ოპოზიციონერი ვარ და დავრეკე ბაქოში. ვეჩხუბე იმ სოკარის უფროსია ვიღაცა ალიევი და გავაყვანე ბაზარში გაზი. ოპოზიცია. დათო ხელისუფალია. რა მის გაკეთებას რა უნდა? სხვადასხვა მე არ გავამიყვანეს სახში. სოფელს მე გავუყარე გაზი. გავამიყვანეს. რომ ისა რა ქვია ხელისუფლება არ გაბრაზებოდა თალბად. ხო. გაზი თუ იქნება ტყეც აღარ გაიჩეხება. შიშა აღარ არის ელემენტარული. სად არის ტყი არის რომ არ არის. რაც არის ის აღარ იქნება. აი აქედან გახედეთ მაღლა. ძალიან შორია, არა, შორია 3 კილომეტრია, 4 კილომეტრი. ზურგზე ეკრას ტყე და. ერთ წელს შეგეც აღარ იქნება თუ ასე. არა, აბა შეშაუნა ხალხს რა ქნა, გაზი რო არ არის, ძალაუნებოთ ის სოფელი ნაგავში იხრჩობა. აი სელოფანის ის არის რაღაცა რომ გამოჩნდება. შემოხვიდით ზეგვის მხრიდან, სიცხლი არ არის. ან ერთხელ ჩავატაროთ შაბათობა მეც ჩამოვალ და ავკრიფოთ ეს, იმიტომ რომ არავინ პატრონი არ არის, ხედავთ სხვაზე. უპატრონოთ ჩვენ ეს. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა ისე, აი ესეთი კუთები არის, როგორც ეხლა მილაგეში ნაგავსოფრი. ნაგავსოფრელი არსად არ არის. მოვიდნენ და 200 ლარით ესა ნაგავიაო, ესაო და 200 ლარი დამაჯერა. ის კუთები არ დადგეს რომ გადასაადგილებელი. არაფერი არ დადგეს. ერთი დიდი განძი აქვს სოფელს, მდინარე კავთურა, განძი ბუნების ნაჩვარი. და შიგაყრიან ნაგავს. დახრით ბოდიშის ვითხოვ, გახსნილი ნაგვიცავსა და ყველა ბავშვი მეორე ძალიან საშიშია ეს, ძალიან საშიშია. რა ვიცი, ჩამთვალეთ კავთის ხეველად, რასაც დამავლებს გნებოთ მე ჩამოვალ და ჩამოთომას მე ჩავატარებ, მე გავწმინდავ ჩვენი პარტიის ძალებით აი სელოფანებისგან, თუ ძალაუფლება მექნება? თქვენ უნდა დაავალოთ, თქვენ რატომ უნდა არა, თუ მექნება ძალაუფლება, ამას დავავალებ, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ მაქვს ესეთი კომპეტენციები. ეხლა ძალიან წმინდა მიწაზე ვიყოფებით, გიორგი შატბერაშვილის სოფელია. აი საჯილდაო ქვა, რაც გიორგი მაღწერა, სწორედ 27 ოქტომბერს იქნება. ჩვენი საჯილდაო ქვის აწევა 27-ში იქნება. 9 ნომერი ვართ, იცი ალბათ, ხო? იცით. და ცხრიანში უნდა გავარდოთ. სხვა გზა არ არის. იმიტომ რომ ყველა ერთმანეთზე უარესი იყრის კენჭს. ჩემზე კარგი კენჭს არავინ არ იყრის, სამწუხაროდ. მე დაიყოს ბევრი ღირსეული. არავინ არ იყრის და რა. ჰა? ეხლა მდენი ხარი ხო არა მაპატიერე. ისისთვის არ დაგეთმოთ იმ დროსაც თქვენ აყოფილიყავით. ოქმი, მოიტანეთ. რაც არ არის აუცილებელი არჩევნების წინ მოდიოდნენ პოლიტიკოსები. შეიძლება რამ წელს ეგ არის მამალი ტყუილი, რაც მე გამეცემენ და ეხლა დაგიმტკიცე. სასაჭუი რამე ყოფილიყო ეს კაცი. ოქმი ეხლა. არავის არაფერს დაუკვირდა. ეხლა არა, მაგრამ მაშინ აი ძმებო, დავდივარ და სოფელ დამაგ ოქმიმ დაწყევლილი საკრებულოს კაცს მაბრალებე რომ დაუთქო. რომელიც თანახმადაც აი ურდიული დოკუმენტია. 9 დეპუტატი მყავდა მე და 29 მიშას რა უნდა დამეთმო უმრავლესობა ყავდა კაცს. აი ძმაო, ამას გიტოვებთ საჩუქრად, აგერ გაანალიზეთ, შეიკრიბეთ, თუ რამე დაუთმე ვინმეს, მაშინ არც ერთი ხმა არ მოგცემთ. და ღირსი ვიქნებ. სანამ დეპუტატის გამოწვევის კანონი არ იქნება ხალხო,
დეპუტატის უკან გამოწვევის კანონი. დამერწმუნეთ, რომ აი მაპატეთ პროსტიტუციას პოლიტიკოს ვერ მოიცილებთ. ასე ივაჭრებენ დეპუტატები საკუთარი გვამით. თვითონ 9 და 12 პარტიაა გამოცვლილი, კაცო. დავთვალეთ იმ დღეს ძიძიგურს 9 პარტიაა გამოცვლილი. დაიწყო მხედრეონიდან გააგრძელა ზვიადი და გადმოვიდა მიშა, რა ვიცი, ვიღარა. ერთადერთი მე ვარ, რომ არ მომიცვია, ბეთი. აი კაცის შეურა. დავჯორდი და დავდექ სადაც აუ. მართალია ძალიან ბევრი რამე მოხდა ამის გამო, მაგრამ წაიკითხეთ მაო. აბა უთხარით ხას რა წერია? არა, ციფრი დავლა ხო წერია, დაანგარიშებულია, კაცო, ბოლოს. დაანგარიშებულია, არა. კითხეთ რომ 58. პირისადოს, დავიტაც მე. სწრაფადებს. ძალიან 25 წლამდე სულ მინდოდა რომ მალე გავსდელიყავდა 25-ის მე რო აკრიფა და აწვიტა. ეხლა უკვე ჩემი დაბადება. აი ესეთი ამბები ძმებო. სხვა ეხლა მეზობელი სოფლები დელვარ ბაზერში თავისხევი რამ გაყო ვიცი მე ეხლა თავისხევის ამბები. პირველ რიგში თუ მოხდა ისე და გავა პრეზიდენტი მე არ მექნება არ მეყოლება დაცვა და არ მექნება საშტობიური. ჩაულებრივი ვიული, აი ჩაულებრივი ვიული და ამის პირობას გაძლევ. ამას მაინც შევასრულე. სხვა რაფერ ვერ შევასრულე. არა თქმა უნდა სხვა რამეს შევასრულე, მაგრამ სანამ არ აღდგება ჩატეხილი ხიდი ხალხსა და მთავრობას შორის და არ მოისპოვა საშტო ბიუროები, მანამდე მთავრობა იქნება კომუნიზმში, ხალხი იქნება ჯოჯოხეთში. აი ეს ხიდი უნდა გაიბას და ნებისმიერ თავმჯდომარის პირს ნებისმიერ დროს დავადგეთ და პასუხი მოვთხოვოთ. რა არ გააკეთა, რა მოგვატყუა, რატომ მოგვატყუა. სხვა შემთხვევაში ესეთი იქნებიან ცალკე ოაზისში ჩვენ აი მდგომარეობა. ეს არის სოფლიო პოლიტიკის წესი. ეხლა ამერიკის სენატში ხშირად მიწევს შასვლა, გარიცია საშუალო. პირდაპირ შედის ნებისმიერი აუჩველი და ადგება ნებისმიერ სენატორს თავზე. ნებისმიერ დროს. და კაიგედიშვილი არ მიიღო და მე კაიგედიშვილი ის სენატორი ჩავიდეს იმ სოფელში და შეხვედრა გააკეთოს. ხვებით გამოვიდა. არის ეს შეეხო პოლიტიკოს როგორც ვინს უნდა როზი. რო იმუშაო. დაუმარჯოს. როგორ ახართ? აბზანდები ბატონო შალო. დაუმარჯოს, დატახათ კაცი. ეხლა გიორგის სახელმწიფო რა მდგომარეობაშია? არის ხო სახელმწიფო შაპერაშვილი? გამარჯობათ. როგორც წელიწადი ასევა. როს? მატარებლის მსხვერპლი ვარ თავის და. ოუ, რას მილეყო? ვერთმა ძალა მოგცია და სულიერება. აი ესეთი მდგომარეობაა ძმებო. თუ რამე შეკითხვა არ მოგერიდოთ, ეხლა მე სამწუხაროდ ხშირად ვერ ჩამოდივარ და ამიტომ ტელევიზორი ბევრი რამე გაუკვეველი რჩება და არ იხსნება წყალები. ამისია. გადახედე უფროსო. შემეძლო რამე დამეთქო კაცურად. რა ჯანდაბა უნდა დაგო? თელი თბილისი გაყვა მიშას, ჟვანიას, გურჯანაძეს. მრეწველებს და ასრანეს. მე ვიყავი უმცირესობაში. პირველ დღეს კი გავედი, მაგრამ ეს იყო უმცირესობა. აი რეიტინგულად გავედი პირველზე. მაგრამ იმათი ისე რომ შეერთდნენ მე ჩემს წინამდე. გამოვიდა უმრავლესობა და მე გადავარდი უმცირესობაში. აი ეს ვარიანტი იყო და პლუს ამას გაავრცელეს ეგაც. რაც ახლა უმრავლესობას დაუდექით გარში და ჩვენთვის კარგი იქნება. უმრავლესობას არ უდგევარ, მე მაგალითად თუ გავხდი პრეზიდენტი, ბიძინა შევთავაზე პრემიერ-პრემიატორ დარჩეს. აუცილებლად 20% მაინც შეასრულოს, რასაც დაგვირდა ხო უფასო უმაღლეს განათლებას, აი ლამაზი გოგო ბიჭებისთვის. შეასრულოს, დაგვირდა ხო პენსიების გაზრდა, შეასრულოს, დაგვირდა 1 მილიარდი ჩადება სოფლის მეურნეობაში, შეასრულოს, დაგვირდა საბაგო პროცენტი შემცირება, შეასრულოს, მე დავეხმარებ ყველანაირად. მაგრამ არ ასრულებს და მიდის. გიბძანდება. აი რა უბრალოდ. არა, ეს თავიდან თქვა, მაგრამ მალე წავიდოდა. გასაგებია, მაგრამ ჯერ უნდა შეესრულებინა, რაც დაგვირდა და მე უნდა წასულიყო. ამას რო ეთქვა რომ გითხრა რა გაგეთ, დაიბრუნა თავისი 80 მილიონი ქართულ ბანკიდან რომ გააკეთა. და ყველა დაიჭირა ვინ წაართო, მაგრამ ჩვენ ვინ წაგორთ ანაბრები? იმათ ხმა არ გასცა. იმათ არა, იმის რიგი არ იქნება ჩხარტიშვილი კალთაშვილის დღე დაღამე, ვანო, ვინც ანაბრები წაიღო და მაგაცობა.
არ იქნება. მე ვიცნო, მაგრამ თქვენ არ იცნოთ მაგათ ახლოს ხალბატონო. სამწუხაროდ მე მაგათთან დაუბერდი და ვიცნო მოხარშულებს ყველა ვირას ამბობს, ვირას ფიქრობს და ვირას აპირებს. გაუმარჯოს ახალგაზრდებს. სამწუხარო რეალობა თუ გეუბნებით რომ მე შევთავაზე პრემიერად დარჩენას, არ შეუშიხებს პეთი ხალხი შეუწყოთ. მე სრულებით არ მინდა რომ უყვარდე პრემიერ-მინისტრს მინისტრის. არც მინდა მაგათ სიყვარული. ის სიყვარული არის აი ეს თქვენი სიყვარულია ნაღდი და ოჯახის და ის თორე პოლიტიკოსებმა სადიციან სიყვარული ერთხელში მომარჯვებულებ დაშნა. მეორეში ღალატი. ხო, რა თქმა უნდა. ამდენად სრულებით ამჭირდება მე უყვარდე ან მე მიყვარდე ზიმუშაოს და ყველანაირად შეუწყობ ხელს რომ ეს ჩემი ხალხს დაუბრუნდეს ის ღიმილი რომელიც ასე უხდება ნორმალური ცხოვრება შეიქმნას. მაგრამ სამწუხაროდ ნუ ახლა ალაგებს შემოძებს მიდის აბრალოს. ღმერთი ჯული არასოდეს მომთხოვე მისი გადადგომა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან დაპირისპირებული ვიყავ. არც არა. მაგრამ ეხლა მე ვერ შევეგუები სწორად გამიგეთ რესპუბლიკურ პარტიას ხალხო. კაცის კაცზე დაქორწინების კანონი მაგათ შემოღებულია. შანსი არ არის მაგათ გულზე ვერ დავუძები ხალხო, აბა რა. ვიტო ვიკი მყავს სახში და მე ვის გულზე ხარ? მა მომენტი, მა. აი ჩემთვის. ჩემი თავის პლაკატი ვარ მე რეკლამას და ისას ბილბორდის. არა გვაქვს ახლა არც პლაკატის ფული, არც რეკლამის ფული. თქვენ ხედავთ ალბათ ახლა რომ შემოდი პლაკატები იყო გაკრული, ეგ არის აი მილიონებიდან პატარა გადმოგდებული, რომელიც ჩვენ მოგპარეს თავის დროს. ეგ არის ფაქტურად დოლარია გაკრული, ხა და არა სურათ. აი ესეთი მდგომარეობა. არა როგორ ვიყავ? ისე ჩვენზე რაღაცი ბავშვები პრობლემები არავის არ აქვს. ესე დავწერ თუ აი აბა მე ადგილობრივი მთავრობის ადგილზე შემწხვებოდი ახლა სოფელი ამ დღეში იყოს მე არ ვიცი ამას არ ჭირდება პოლიტიკად არჩევნები არ ჭირდება ნამდვილად რომ გახვიდეთ ისეთი ნაგავია რომ ვიცი ლამაზი საქართველოში სად არის გაწო და ნახავ ვერ აი გულგანისტერო შემოვიდი ახლა იგი არ იყო ის ქალბატონი წყალში ბავშვები კონგალაობენ ბანაობენ და იქ ხარია გახსნილია ისე ფათახებია ბატონო შალვა აი ხო ვიცი გვირფასი მონასტრის რომ ნახოთ რა სანაგვეთ არ იქცევა ხალხო ჩამთვალეთ რომ მე ვარ კალთისხეველი გავხდები პრეზიდენტი თუ არ გავხდები აი იმ სოფლის საკითხებს მოგიგوارებ ჩემი ავტორიტეტი კი ეყოფა რომ კალთისხევს მივხედოდა დანარჩენი გასსაც გავაკეთებინე მე სოკარს მივწერ ბაქოში გას შემოაყვანებ და ამ ნაგვისურნებს აუცილებლად ამ დღეებში მე გამოვაგზავნე თბილისიდან არ ჩათვალოთ რომ ეს არჩევნო ღვთამია და ამიტომ ვაკეთებ რომ ხმა არც ერთ შემთხვევაში არც ერთი ხმა არ მინდა ხონდა სოფელი იყოს კარგად და რა 1 მილიონის ამბავია და ლუბოის ახი ახლა იმათ ვინც არიან მაღლა მილიონი 1 მილიონი და მილიარდებზე იქნება რაც ლაპარაკობ რამდენი ხნის იქონდათ მილიონი აბა თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი ძალიან მიყვარხარ და მოკლედ აბა დროებით შემშიგობები ნახარებას და ბედნიერებას და აბა ვიცი მე თქვენი იმედი ისედაც მაქვს და ნემდო ჩამოდი არა მაქვს თქვენი იმედი მე მინდოდა ცოდნოდათ რას გავაკეთე რაც არჩევნები დაიწყო იქიდან ვიძახი ოჯახში ვიცი უნდა შევაკეთო